ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი წარმოგიდგენთ. საქართველოს ისტორიის გაკვეთილები. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი კირიონ მეორე. მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან ქართულ და რუსულ ჟურნალ-გაზეთებში ხშირად იბეჭდებოდა ივერიელის, ნიკოზელის, ლიხველის ფსევდონიმებით საინტერესო წერილები, რომლებიც შეეხებოდა საქართველოს ისტორიის, საქართველოს ეკლესიის ისტორიის, ეთნოლოგიის, წყაროთმცოდნეობის, ხალხური სიტყვიერების და ნუმიზმატიკის საკითხებს. ავტორი გამოირჩეოდა საკვლევი საკითხების ღრმა ცოდნით, სამშობლოს დიდი სიყვარულით. ამ წერილების ავტორი იყო გიორგი საძაგლიშვილი, ჯერ არქიმანდრიტი, შემდეგ ეპისკოპოსი და ბოლოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი კირიონ მეორე. კირიონ მეორე იმ ადამიანთა რიცხვს ეკუთვნის, ვინც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა თავისი სასულიერო, საზოგადოებრივ პოლიტიკური და სამეცნიერო მოღვაწეობით. ის 1855 წელს გორის მაზრის სოფელ ნიქოზში, სასულიერო პირის ოჯახში დაიბადა. როგორც სასულიერო ოჯახში აღზრდილს, მას უფლება მიეცა უფასოდ მიეღო განათლება თბილისის სასულიერო სემინარიაში. სემინარიის წარჩინებით დასრულების შემდეგ გიორგიმ კიევის სასულიერო აკადემიაში განაგრძო სწავლა, რომელიც ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით დაამთავრა. 1893 წელს ის იმდროინდელი საქართველოს ეგზარქოსიის გადაწყვეტილებით საქართველოში დაბრუნდა და სხვადასხვა დროს პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თელავის, გორის და ქუთაისის სასწავლებლებში. ასწავლიდა სახმელეთო ისტორიას, გეოგრაფიას, ქართულ და რუსულ ენებს. 1896 წელს დაინიშნა საქართველოს მონასტრების საქმეების გამგებლად და კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლების ინსპექტორად. მისი ძალისხმევით ქართლის მთიანეთში დაარსდა 19 სკოლა. ყველა სკოლას შეუქმნა ბიბლიოთეკები და წიგნსაცავები. ამავე პერიოდში ქართულ და რუსულ ჟურნალ-გაზეთებში სხვადასხვა ფსევდონიმით აქვეყნებდა წერილებს, გამოკვლევებს საქართველოს ეკლესიის ისტორიაზე, ხალხურ ზეპირსიტყვიერებაზე, ქართულ ლიტერატურაზე და ტრადიციულ წესჩვეულებებზე. მალევე გიორგი დაოჯახდა, ვაჟი შეეძინა, მაგრამ 1896 წელს მის ოჯახს დიდი უბედურება დაატყდა თავს. იმჟამად გავრცელებულმა შავი ჭირის ეპიდემიამ გიორგის ცოლ-შვილი იმსხვერპლა. 41 წლის ასაკში გადატანილი ტრაგედიის შემდეგ გიორგი ბერად აღიკვეცა. ეწოდა კირიონი და ქვათახევის მონასტრის წინამძღვარი გახდა. მონასტერში მოღვაწეობის პერიოდში მას არ შეუწყვეტია მეცნიერული საქმიანობა. ქართლის სოფლებში ინტენსიურად განაგრძობდა ხალხური წესჩვეულებებისა და ეკლესია-მონასტრების სიძველეთა შესწავლას. იგი მიტოვებული ეკლესია-მონასტრების ნესტიანი სენაკებიდან და საოჯახო კოლექციებიდან მოპოვებულ მასალებს ყოველწლიურად უანგაროდ სწირავდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას. 1898 წლის აგვისტოში არქიმანდრიტი კირიონი ალავერდის ეპისკოპოსად აკურთხეს, რასაც ქართული საზოგადოება დიდი სიხარულით შეხვდა. ილია ჭავჭავაძის ივერიაც დიდი ამბით გამოეხმაურა კირიონის ეპისკოპოსად კურთხევის ფაქტს. ალავერდის ეპარქიაში ჩასვლისთანავე კირიონმა განაგრძო დაუცხრომელი საქმიანობა. ალავერდის დიდებული ტაძარი მოულელობისაგან განადგურების პირას იყო მისული. ტაძრის სახურავი გამოსაცვლელი იყო, გალავანი შესაკეთებელი. ეპისკოპოსმა კირიონმა შეადგინა პროექტი და თავისი ხარჯებით დაიწყო ტაძრის შეკეთება. ამავე დროს კირიონმა დაიწყო კახეთის ეკლესია-მონასტრებში დაცული სიძველეების შესწავლა. მან საქართველოს საეკლესიო მუზეუმს გადასცა 68 ხელნაწერი, მათ შორის 1099 წელს გადაწერილი სახარება. კირიონმა ყურადღება მიაქცია მე-19 საუკუნის საქართველოში გავრცელებულ ერთ სამწუხარო ტენდენციას. 1811 წლის შემდეგ, როცა რუსეთის მთავრობამ ქართული ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმა და რუსული წირვა-ლოცვა დააწესა, ხალხი პროტესტის ნიშნად ეკლესიებს ტოვებდა. ამით სარგებლობდნენ სომხურ გრიგორიანული ეკლესიის მესვეურნი და უკანონოდ იკავებდნენ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიებს. ეპისკოპოსმა კირიონმა ამ საკითხთან დაკავშირებით ვრცელი დასაბუთებული მოხსენებით წერილით მიმართა საქართველოს ეგზარქოს და მოითხოვა სომხებისაგან უკანონოდ მიტაცებული ქართული ეკლესიების დაბრუნება. კირიონის აქტიური მოღვაწეობა ქართულ საქმეს ემსახურებოდა და მიმართული იყო ავტოკეფალიის აღდგენისაკენ. ეს ყველაფერი მხედველობიდან არ გამორჩენია იმპერიულ რეჟიმს. მთავრობამ გამოსავალი იმაში გამონახა, რომ კირიონს ხშირად უცვლიდნენ ეპარქიებს. 1903 წელს ხერსონში, 1904 წელს ორიოლში, 1906 წელს კი სოხუმში.
სოხუმში მოღვაწეობის დროს ეპისკოპოსმა კირიონმა დიდი მუშაობა გასწია ქართული ეკლესია-მონასტრების აღდგენისა და მოღონიერების საქმეში, მაგრამ სწორედ ასეთი საქმიანობა იწვევდა შოვინისტი რუსი მოხელეების გაავებას. 1908 წელს კიდევ უფრო აგრესიული ფორმით გაგრძელდა კირიონის დევნა. მას ცილი დასწამეს, თითქოს მონაწილეობდა თბილისში ეგზარქოს ნიკონის მკვლელობაში. სინამდვილეში ამ დროს კირიონი საერთოდ არ იმყოფებოდა თბილისში. მას ეპისკოპოსის წოდება ჩამოართვეს და ტამბოვის გუბერნიის სანაქსარის უდაბნოში გადაასახლეს, სადაც უკიდურესად მძიმე პირობებში ცხოვრობდა. ამ რეპრესიებს წმინდა მღვდელმთავარი უშფოთელად იტანდა. მან კარგად იცოდა თუ რას აკეთებდა და შეგნებულად წავიდა მოწამეობის გზაზე. კირიონის მოღვაწეობის დევიზიც ხომ მამულისთვის სამსახური იყო. მამულიშვილის გვირგვინი სამშობლოს სამსხვერპლოზე ხიდია. ასე წერდა ის. თებერვლის რევოლუციის შემდეგ რუსეთში შექმნილი პოლიტიკური ვითარება ხელსაყრელად გამოიყენა ქართველმა სამღვდელოებამ და 1917 წლის 12 მარტს საეკლესიო კრებაზე მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის თაობაზე. საქართველოს ეკლესიამ 106 წლის წინ გაუქმებული ავტოკეფალია აღადგინა და რუსეთის სინოდის მმართველობას თავი დააღწია. საეკლესიო კრებამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად აირჩია დიდი მამულიშვილი და ღირსეული მღვდელმთავარი ეპისკოპოსი კირიონი. ეს ქვეყნის პოლიტიკური დამოუკიდებლობისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯიც იყო. ამან ბიძგი მისცა ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენას. კათოლიკოს პატრიარქად კურთხევის ცერემონიალი მცხეთობის დღესასწაულზე 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჩატარდა. კირიონ მეორე საკათოლიკოსო ტახტზე ასვლისთანავე ჩვეული გამჭრიახობით და შრომის მოყვარეობით შეუდგა საქმიანობას. მან შექმნა 12 წევრისაგან შემდგარი საკათოლიკოსო საბჭო, რომელშიც შედიოდნენ როგორც სასულიერო, ისე საერო პირები. მისი ძალისხმევით დაიწყო ეკლესია-მონასტრების რესტავრაცია, გაუქმებული ეპარქიების აღდგენა და ქართული სასულიერო სასწავლებლების შექმნა. იგი იღვწოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საერთაშორისო აღიარებისათვის და ურთიერთობები დაამყარა სხვა კონფესიების სულიერ ლიდერებთან. 1918 წლის 26 ივნისს კათოლიკოს პატრიარქი კირიონ მეორე გაემგზავრა მარტყოფის წმინდა ანტონის მონასტრის რეზიდენციაში. მეორე დილით ის თავის საწოლ ოთახში იარაღით მოკლულ ინახეს. მკვლელობის საქმე სრულყოფილად არ გამოუძიებიათ და შესაბამისად დღემდე დაუდგენელია თუ ვინ იყო დამნაშავე. კირიონის საქმიანობას ებრძოდნენ როგორც შინაური, ისე გარეცალები. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი კირიონ მეორე დაკრძალულია თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში. იგი ისტორიაში შევიდა როგორც დიდი ქართველი მოღვაწე, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს წარსულისა და კულტურის კვლევაში და გადამწყვეტი როლი ითამაშა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში. ეკლესიამ სარწმუნოებრივი და საზოგადოებრივი მოღვაწეობის გამო კირიონ მეორე წმინდანად შერაცხა.